ლონდონის ტერაქტიდან 2 თვის შემდეგ ინგლისი ისევ ტერორისტების სამიზნეა. ბოლო მონაცემებით მანჩესტერის არენაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ახალგაზრდებით სავსე შენობის გასასვლელში ამერიკელი მომღერლის კონცერტის დასრულებისთანავე ამოქმედდა. აფეთქების მიღმა ისევ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო დგას. თვითმხილველების კომენტარებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რამდენად დაცული იყო არენაზე უსაფრთხოების ზომები. სამართალდამცავები ახლა ტერაქტთან შესაძლო კავშირში მყოფ პირებს ეძებენ. გაერთიანებული სამეფო უკაცრავად ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შემზარავი ტერორისტული თავდასხმა 2005 წლის 7 ივლისს ლონდონში ერთდროულად მომხდარი 4 აფეთქების შემდეგ. თამთა რუხაძე მოკვაცდის ბოლო ცნობებს, თამთა როგორც პრემიერმა მეიმ დღეს განაცხადა, სამართალდამცავებმა უკვე მოახდინეს ლიკვიდირებული თავდამსხმელის იდენტიფიცირება. სახელდება თუ არა თავდამსხმელის ვინაობა. თამთა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც მოზარდებით სავსე საკონცერტო დარბაზში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედა, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. პოლიციამ სახელი და გვარი იცის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მას ჯერჯერობით არ ასახელებს. ერთადერთი სახელი და გვარი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, არის 8 წლის საფი როუზი, რომელიც ამ ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია. დღეს ყველათან ხვდება, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი ტერორისტული აქტი, რომლის დრო და ადგილით ზუსტად იყო შერჩეული იმისთვის, რომ დანაშაული განსაკუთრებით სასტიკი ყოფილიყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა 21,000 კაციან საკონცერტო დარბაზში აფეთქდა, რომ სადაც იმ დროს ძირითადად 14-დან 28 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ შეკრებილები. ბრიტანეთის დროით 22 საათი და 35 წუთი მანჩესტერის არენა საკონცერტო დარბაზში ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდიმ ბოლო სიმღერა შეასრულა და დარბაზი, რომელიც მისი გულშემატკივრებით ძირითადად 14-დან 28 წლამდე ახალგაზრდებით იყო სავსე, დატოვა. გასასვლელისკენ დაიძრნენ მსმენელებიც. ამ დროს ფოიეში, იქ სადაც ბილეთების გასაყიდით ჯიხური იდგას, ბომბი აფეთქდა. მობილურით გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რა ხდებოდა მანჩესტერის არენაზე აფეთქების შემდეგ. თვითმხილველების ერთი ნაწილი ამბობს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკონცერტო დარბაზის დაცვის თანამშრომლებმა ყვირილი დაიწყეს და ხალხს მოუწოდებდნენ შენობაში შებრუნებულიყვნენ. აქედან გამომდინარე ჩნდება ვერსია, რომ მათ ტერორისტი დაინახეს, თუმცა რეაგირება ვერ მოასწრეს. კონცერტის დასრულებიდან ზუსტად 1 წუთში მოხდა. შუქი აინთო და ზუსტად ამ დროს რაღაც აფეთქდა. თავიდან გვეგონა, რომ ეს კონცერტის შემადგენელი ნაწილი იყო, დავიბენით, მაგრამ ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მივხვდით, ეს არ იყო დადგმული. 19 წლის სებასტიან დიაზი, რომელიც ტერაქტს გადაურჩა, ამბობს, რომ კონცერტზე შესვლის წინ ისინი არავის შეუმოწმებია. შესაბამისად, ტერორისტებს იქ შესვლა არ გაუჭირდებოდათ. არავის შეუმოწმებია მეგობრებსაც ვესაუბრე, ისინიც იგივეს მეუბნებიან. სკანერით მხოლოდ კონცერტის ბილეთები შეგვიმოწმეს. ბრიტანეთის პოლიცია ამბობს, რომ ეს იყო ტერაქტი. ტერორისტი კი მკვდარია. მისი ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მას არ ასახელებს. სამართალდამცველები ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, ყავდა თუ არა ტერორისტს თანამზრახველები. ახლა ჩვენი პრიორიტეტია დავადგინოთ, მარტო მოქმედებდა თუ არა ის. შემიძლია დავადასტურო, რომ თავდამსხმელი მკვდარია. ჩვენ გვჯერა, რომ მან აამოქმედა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ვთხოვთ ხალხს, რომ არ დაიწყონ სპეკულაცია ამ თემით. ეს ძალიან რთული საქმეა, რომელიც კომპლექსურ გამოძიებას საჭიროებს. პოლიცია კონტრტერორისტულ დანაყოფთან და დაზვერვის დეპარტამენტთან ერთად საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ეს იყო კარგად შერჩეული დრო და ადგილი იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტი ბრიტანეთის ისტორიაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც სამიზნეში ბავშვები ამოიღო. ყველა ტერორისტული აქტი არის ლაჩრული თავდასხმა უდანაშაულო ადამიანებზე, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულად შემაწრწუნებელია, რადგან გამიზნულად იყო არჩეული უდანაშაულო დაუცველი ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ეს დღე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი დღე უნდა ყოფილიყო. წინ მძიმე დღეები გვაქვს. ეს ტერორისტების პირველი დარტყმაა ბრიტანეთის ჩრდილოეთზე. ქვეყანაში კი ბოლო 2 თვის განმავლობაში მომხდარი უკვე მეორე ტერაქტი. 22 მარტს, როდესაც მთელი მსოფლიო ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერაქტიდან 1 წლის თავს იხსენებდა, ლონდონში პარლამენტის შენობასთან შეიარაღებულმა მამაკაცმა 12 ადამიანი მოკლა. ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილით 5 ადამიანს დაეჯახა, შემდეგ დანით პოლიციელებს დაესხა თავს.
სამართალდამცველებმა ტერორისტი ადგილზევე მოკლეს. მეორე დღეს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დასახელდა ტერორისტის ვინაობაც. კენტის საგრაფოში დაბადებული 52 წლის ხალიდ მასუდი, რომელიც ბრიტანეთის პოლიციას შემჩნეული არ ყავდა, თუმცა კანონთან პრობლემები ხშირად ჰქონდა. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა მსუბუქი დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. ბოლოს ის დანის უკანონო ტარებისთვის 2003 წელს გაასამართლეს. მას შემდეგ კი ის სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ტერაქტამდე აღარ მოხვედრილა. დღეს ბრიტანეთში ყველა 2005 წელს ლონდონის მეტროზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. 2005 წლის 7 ივლისის დილას 4 ბრიტანელმა მეტროს სამატარებელსა და ავტობუსში აფეთქება მოაწყო, რასაც 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით მაშინ მძიმედ დაიჭრა. ის რომ 70-იანი წლების შემდეგ ბრიტანეთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული საფრთხის წინაშე იდგა, ჯერ კიდევ 4 თვის წინ ტერორიზმის საკითხებში ბრიტანეთის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა მაქს ჰილმა გამოცემა ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. თებერვალში ჰილი ამბობდა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობაზე ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აპირებდნენ თავდასხმას. დღეს ბრიტანეთის მთავრობა და ბრიტანელი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან სამძიმრისა და თანადგომის გზავნილებს იღებს. ტერაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პირველმა პირმა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსგავსი სისასტიკის უკან დგანან, მსოფლიო ტოლერანტული არ უნდა იყოს. ბრიტანეთის მთავრობას მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და ქვეყანაში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა გიორგი კვირიკაშვილთან პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ ტერორიზმი თურქეთისთვის უცხო არ არის სამწუხაროდ და ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან. თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ცივილიზებული ქვეყნების გვერდით იდგება. მინდა განსაკუთრებული გულის ტკივილი გამოვხატო ბრიტანეთის მიმართ და დაშავებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენმა ქვეყანამ იცის რა არის ტერორიზმი, ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ ამ მიმართულებით. ტერორიზმთან ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს გლობალურად. ვერ ვიტყვით, რომ ზოგი ტერორისტი ცუდია, ზოგი ნაკლებად. არ უნდა მოხდეს კლასიფიკაცია. საფრთხე ყველა ქვეყნისთვის საფრთხეა. ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. მხოლოდ ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული ქმედებებით არის შესაძლებელი ტერორიზმის დამარცხება. ტერორიზმის მაგალითები ჩვენ ხშირად გვინახავს. ბატონო პრემიერმა აღნიშნა სულ 1 წლის წინ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობა, რაც თავისთავად ასევე გახლდათ გამოხატულება იმ საშინელი ძალადობის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს რიგებში ტერორისტთან ბრძოლისას. მანჩესტერში და მთელს გაერთიანებულ სამეფოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. იმ ადგილას, სადაც ტერაქტი მოხდა, მთელი დღის განმავლობაში ბრიტანელები ყვავილებით და სანთლებით მიდიოდნენ. მანჩესტერში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტზე თამთა რუხაძე საუბრობდა.